დილამშვიდობისა დღეს 17 სექტემბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო გუჭავა და გეგი ნემსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. სოფიო დილამშვიდობისა, შენს მოგესალმები და მიხარია რომ ჩემს მაყურებელთან შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა მაქვს განახლებულ სეზონზე მეც შემოგიერთდით და ყველას მინდა რომ უსურვო ბედნიერი დღეები და ბედნიერი კვირა რა თქმა უნდა. მე შემოგიერთდები ამ კეთილსურვილებში, ვინაიდან მეც ყოველთვის ძალიან მიხარია ხოლმე ახალი სეზონის დაწყება და ჩვენს მაყურებელთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, გისურვებთ რომ დღევანდელი დღეც ბედნიერი და წარმატებული გქონდეთ. ჩვენ კი შევცდებით ჩვენი სტუმრების დახმარებით საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ და ასევე სასიამოვნო განწყობა შეგექმნათ. ვიდრე გაგაცნობდეთ გადაცემის ანონსს და გეტყოდეთ თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ მათთან ერთად, პრიორიტეტში ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 17 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს სვიმეონ გარეჯელს, წინასწარმეტყველს და სასწაულთმოქმედს, წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს, ღმრთისმხილველს, წმინდა მღვდელმოწამე ბაბილას და მასთან სამ ყრმას, ურბანს, პრილიდიანეს, ეპოლონის და მათ დედას ქრისტოდულას, წმინდა მოწამე ერმიონიას, წმინდა მოწამე ბაბილა ნიკომიდიელს, წმინდა მოწამეებს თეოდორეს, მიანეს, იულიანეს და კიონის. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე დრო და მარადისობა ადამიანის ცხოვრებაში. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი რიგით 99 სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნა ტრადიციულად 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს ყველასათვის საყვარელი სპექტაკლით მე ვხედავ მზეს გაიხსნა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება საბავშვო თეატრის მკვლევარი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე ანანო მირიანაშვილი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 174 სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით აბესალომ და ეთერით გაიხსნა. წარმოდგენას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა, გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს. და გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდებიან გიგა და მარიამ ჯალაღონიები ახალი სიმღერით და მამაშვილის საომავლო გეგმებსაც შევიტყობთ. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ დავბრუნდებით მოძღვართან ერთად სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად, შემოგვიერთდა დიდი ღუმში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლუკა. დილომშვიდობისა, ერთმანეთს აგლოცოთ, გილოცავთ ახალ წელს და წინსვლა გქონოდეთ და პრობლემების უკან. ჩვენს გილოცავთ დიდი სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა გვინდა მოგახსენოთ იმისათვის, რომ განახლებულ სეზონშიც ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ხშირად იქნებით მიმდინარე სეზონში, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება ჩვენ სასაუბრო თემას. დრო და მარადისობა ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. დრო ჩვენი განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, თუმცა მისი ქრისტიანული გაგება როგორია, ეს რომ აუხსნათ მაყურებელს, ჩვენს რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, დრო და მარადისობა. მათი ურთიერთ მიმართება ქრისტიანული თვალსაზრისით როგორია? როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნის, ბიბლიაში არის ეს ცოდნა ყველამ ვიცით, რომ არის ჟამი მშვიდობისა, ჟამი განსაცდელისა, ჟამი შენებისა, ჟამი ნგრევისა, რაღაცების შეცვლისა, რაღაცების მიღწევისა. ანუ ეს დროზეა საუბარი, რომ დრო არის ასეთი. გინდა არ გინდა მოვა შემოდგომა, გინდა არ გინდა მოვა ზამთარი, მოვა ყოველი დღე იცვლება, ჩვენზე არაა დამოკიდებული მზე ამოვა, გათენდება, არ გათენდება, როდესაც მზე ამოდის, სხვა რაღაცა უნდა აკეთო, როდესაც მთვარე ამოდის, სხვა რაღაცისთვის უნდა მოემზადო. ანუ ეს არის ისეთი რამ, როდესაც ადამიანი ამ ქვეყანაზე იბადები, ხვდები რაღაცა სიტუაციაში და ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იპოვო და მარადიული უნდა გახდე. ეს ქვეყანა არის განსაცდელი, გამოცდა ჩვენი წინაპარი როგორც ამბობს მოხდენილად და განსაცდელია ბუნებრივად. იმიტომ რომ განსაცდელი იმიტომაა, რომ შეიძლება გაიმარჯვო, შეიძლება დამარცხდე. შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო. და აი ზუსტად ამას უნდა მიხვდეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში. ესე იგი, დრო ისეთია, ისე მოძრაობს, რომ შენს ნებაზე ვერ იქნები. რაღაცა უნდა დაგეგმო, რაღაცა, ესე იგი, რაღაცა უნდა წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად რაღაცა აი პრობლემა რომ მოდის, იმ პრობლემასთან უნდა მობილიზებული იყო, ცოტა რომ ამოისუნთქავს სიტუაცია, აი კარგი ამინდიროა, სხვანაირი განწყობა გაქვს, ცუდი ამინდის დროს რაღაცა სხვა არის. იგივე ცუდი და კარგი ამინდი ჩვენშიც არის ხოლმე და ამაზე უნდა გავიმარჯვოთ და საბოლოო ჯამში უნდა გახდე სრულყოფილი. ანუ რომ ადამიანი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ პრობლემას, არანაირ განსაცდელს, რომელიცაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში დროზე მაღლა დადგეს. ესე იგი, როგორც ვიცით, ადამიანი ზნეობრივი უნდა იყოს დღისითაც და ღამითაც, კარგ ამინდშიც და ცუდ ამინდშიც. მაშინ, როდესაც ომია და მაშინ, როდესაც მშვიდობა, ყოველთვის დროზე მაღლა უნდა ვიდგეთ. და აი დროზე მაღლა რო ვიდგეთ, აი ეს არის სწორედ მარადიულობა. თუ დროს არ დავემორჩილებით, გნებავთ, თუ ამ ქვეყნიურ პრობლემებს არ დავემორჩილებით, ჩვენ უკვე მარადიული ვხდებით. და ეს ძალიან საინტერესო თემა. შეიძლება ითქვას, ეს მთავარი თემაა. ერთი არის ეს ქვეყანა და ამ ქვეყნიური საზრუნავი, შეიძლება ადამიანი მოექცეს ამ ქვეყნის ქვევით. ანუ ქვეყანაში მოექცეს და არსებობს კიდე ზედაყანა, ქართული გაგებით, ახლა ამ სიტყვას ჩვენ არ ვახსენებთ, მაგრამ თუ ქვედაყანა არსებობს ზედაყანა, ხო? და წმინდანები იყვნენ ზოგადად ზეცის მოქალაქენი და ამ ქვეყნის ანგელოზნი. აი ეს მდგომარეობა ახლა მარტო წმინდანს კი არა აქვს და წმინდანმა კი არ მიაღწია ამას. ზოგადად ადამიანმა ამას უნდა მიაღწიოს, ზეცის მოქალაქე უნდა იყოს. და ის შეიძლება ფიზიკურად ამ ქვეყანაზე იყოს, მაგრამ ზეცის მოქალაქე უნდა იყოს. აი სულ სხვა წესებით უნდა ცხოვრობდეს. სხვა საკითხია, რომ როდესაც ადამიანი ამ ქვეყანაზე ცხოვრობს, ის შეიძლება მოექცეს ამ ქვეყნის მთლიანი გავლენის ქვეშ. და სულ რაღაცას გეგმავდეს, სულ რაღაცა მიზნები ქონდეს, ყოველთვის რაღაცა საკეთებელი იყოს, ყოველთვის რაღაცა საზრუნავი იყოს. უფალი ხო ამბობს, რომ ნუ ზრუნავთო.
ხვალინდელი დღისთვისო, ყოველ დღეს თავისი ბოროტება აქვსო. ანუ ესე იგი ხშირ შემთხვევაში და ეს მიღებულიცაა, რომ სამწუხაროდაა მიღებული ადამიანთაგან, რომ აი მთავარია რაღაც მივაღწევ ხვალს, რა იქნება ხვალ და დღევანდელი დღე შეიძლება გამოგრჩეს ადამიანს. არა და უფალი ამას გვეუბნება სწორედ, ნუ ზრუნავთო ხვალინდელი დღისთვისო, იმიტომ რომ ყოველ დღეს აქვს თავისი ბოროტებაო და შენ უნდა ეცადოო, რომ აი ამ ბოროტებას, აი დღესვე მოერიო და იცხოვრო არა მომავალში, იცხოვრო არა წარსულზე დარდით, არა მომავალზე ოცნებით, არამედ დღევანდელ დღეს. იმიტომ რომ დღეს თუ არ დათესე, ხვალ როგორ მოიმკი რაიმეს. ამიტომ თუ დღეს არასწორად იმოქმედე, ხვალინდელი დღე არარეალურია შენთვის. და შეიძლება ასე, აი როგორც ახლა მაგალითად ჩვენს ერში არის ახალი წლის დღესასწაული, მაგალითად ველოდებით რაღაცას, რომ ახალი წელი მოიტანს და ილია ჭავჭავაძე როგორ ამბობს, რომ რაქნასო ამ ახალმა წელიწადმაო თუ შენ ხელი არ გაანძრიეო და აი ქრისტე ამას გვეუბნება, რომ დღევანდელი დღე არ დაკარგო ხვალინდელზე ოცნებით. დღევანდელი დღე არ დაკარგო ხვალინდელზე ნერვიულობით, ხვალინდელზე ზრუნვით, ხვალინდელზე განცდით და ზოგადად ადამიანი ვიცით, რომ დაძაბულია, იმიტომ რომ ხვალ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცით. და არა და დღევანდელი დღე, აი ეს წამი ფაქტიურად ეს არის მარადიულობა და მე უნდა ვისწავლო ამ მარადიულობაში ცხოვრება. და აი ფაქტიურად აი ისეთ გაკვეთილებს გაძლევს ეს ქვეყანა, რომ აუცილებლად, როდესაც ღვთის სიყვარულით, ღვთის მცნებებში მცხოვრები და აკვირდები, რა გიშლის ღმერთს, ღმერთისაკენ სავალ გზაზე, რა გიშლის ხელს, რომ აი არ ინერვიულო, მშვიდად იყო, ზედმეტი საზრუნავი არ კონდეს, უბრალოდ რომ გაიხარო, რა გიშლის ამაში ხელს, აუცილებლად მიხვდები. იმიტომ რომ შენ მარტო არ ხარ დატოვებული. შენ სულიწმინდა გწინამძღვრობს. სულიწმინდა გწინამძღვრობს. საერთოდ რომ არავინ არ გყავდეს ღვთის გზაზე დამყენებელი, შენ სულიწმინდა გფარველობს. ვინც არ უნდა იყო შენ ადამიანი რო ხარ, უკვე ღმერთი იღებს ამ პასუხისგებლობას და გასწავლის. და აი მე უკვე უსინდისით იცხოვრებს ადამიანი თუ უსინდისოდ, ღმერთთან ერთად იცხოვრებს თუ უღმერთოდ, ეს მე უკვე მისი არჩევანია. მამა ლუკა, აი როგორ უნდა დავდრით დროზე მაღლა, აი ის რაზეც თქვენ საუბრობთ, იგივე ეს იმას ნიშნავს, ვისწავლოთ დროის კონტროლი ალბათ, ხო? როგორ ვაკონტროლოთ დრო, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ადამიანები, რომ აი არ გვრჩება დრო, ვერ გამოვვნახე დრო იმისათვის, რომ მელოცა, იმისათვის, რომ ტაძარში წავსულიყავი. ჩვენ თითქმის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ამ სიტყვებს და ვამბობთ სამწუხაროდ. აი როგორ უნდა დავდრით დროზე მაღლა, როგორ უნდა ვაკონტროლოთ დრო იმისათვის, რომ ტაძარში წასასვლელი დრო გამოვნახოთ, იგივე სალოცავი დრო გამოვნახოთ, რომ ვილოცოთ და გავხდეთ მარადიულები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანი უნდა ცდილობდეს ბოროტების მოშორებას თავის თავში. ყველას ესმის რა არის ბოროტება. ყველას ესმის. აქვს უმაღლესი ცოდნა სასულიერო თუ არა აქვს. იცის უსინდისობა რა არის, ბოროტება რა არის. პირველ რიგში ეს უნდა მოიშორო. ამიტომაც იძლევა უფალი ცნებებს, არა კაცკლა, არა იპარო, არა ცილა. ესე იგი რა არაკეთო, ეს პირველი რიგის საქმეა. და რა აკეთო, მე მიხვდები. ესე იგი ღმერთი რატო არ იძლევა ასეთ მცნებებს, რომ თქვათ კაცი არ მოკლა, არ მოიპარო, ცილი არ დაწამო, მაგრამ რა უნდა აკეთო, ამას არ გეუბნება. იმიტომ რომ ამას მე მიხვდები თავის და თავად, მიხვდები. მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა, თქვათ, მცნებების დაცვა, ის ვერ მიხვდება რა უნდა აკეთოს. და მე ხა ბავშვობიდან ვაკვირდები ამ სიტუაციას, რომ უღმერთოდ მცხოვრების შემთხვევაში ადამიანები გაძლებაზე ცხოვრობენ, პრობლემებს ეწინააღმდეგებიან და ცხოვრება არის პრობლემებთან ბრძოლა. რომ შენ რაღაცა, ესე იგი, პრობლემებში არ აღმოჩნდე, ან თუ აღმოჩნდები მზად რო იყო და გონიერად იყო და ასე შემდგომ და ხა წარმოიდგინეთ, რომ ეს უკვე იწვევს დაძაბულობას. ესე იგი, მე ხვალ არ ვიცი, აი ხლა მე აქ კარებიდან რო გავალ რა შემთხვევა არ ვიცი და მე უკვე დაძაბული ვარ და ეს არ არის ნორმალური ცხოვრება და ესე იგი, დროზე მაღლა ვეღარ დგები. ანუ მუდმივად ცხოვრობ მომავალზე ფიქრით, მზადებით,
და არიცი რა მოხდება და ამიტომ ძალიან დაძაბული ხარ, ან წარსულზე დარდით და ეხლა ეს არა მარტო ღვთისმეტყველებს, არამედ ფსიქოლოგებსაც აქვთ ეს დამუშავებული ეს თემა და მაგალითად წმინდა იოანე კიბის აღმწერელი და ნუმერე ფსიქოლოგებიც ასე მსჯელობენ, რომ თუ თქვათ მომავალზე იზრუნებ, შენ აუცილებლად, ესე იგი, დაიძაბები ფსიქოლოგიურად, წყობიდან გამოხვალ. თუ წარსულზე იდარდებ, ნიშნავს, რომ მთელი შენი ენერგია იქ წავა და მელანქოლიური ტიპი დარჩები და ენერგია აღარ გექნება. ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ენერგია გერთმევა. არადა ეს ენერგია ყოველთვის გაქვს, რომ აი ეხლა იმოქმედო. უბრალოდ ადამიანმა ეს ენერგია უნდა დაიცვას. თუ თქვათ, ჩვენ ეხლა ვიტყვით თანამედროვე, აი რა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე თანამედროვე ადამიანისათვის. მე არ ვსაუბრობ ღვთისმეტყველური კუთხით, უბრალოდ როგორც მარტო ადამიანი რო ავიღოთ. ნუ ყველაზე დიდი სიმდიდრე შეიძლება ფული იყოს, ან ჯანმრთელობა იყოს, ან კიდე რაღაცა დასახელდეს, დასახელდა კიდეც ეს კვირის პალიტრის გამოკვლევებში, რომ ესე იგი მთავარი ღირებულებები ჩვენი ერის არის ჯანმრთელობა, ფული და კარიერული წინსვლა და ენერგია საერთოდ არ არის იქ ნახსენები. ესე იგი მთავარი ღირებულება არის მაინც ენერგია, რომელიც შენ გაქვს. ის კეთილი ენერგია, რომელიც ღმერთისგან გეძლება. აი ხო დაისვენე ღამე თუ დაისვენე ნორმალურად ღამე თავის დროზე დაიძინე, თქვათ, ხო, შენ სავსე ხარ ენერგიით. და შენ ხარ მზად მოქმედებისათვის და შენ როდესაც გაქვს ეს ენერგია, არ შეიძლება ეს ენერგია დაკარგო მომავალზე ნერვიულობით, წარსულზე დარდით, ან რაღაცა ყველა ჟამს, ყველა დროს თავისი მოქმედება ჭირდება. დილას თავისი დრო აქვს. არის კიდეც აი მეცნიერები, ბიოლოგები, მათი გვარები მე არ მახსოვს, მაგრამ ნობელის პრემია მიიღეს, რომლებმაც ამ სამ ბიოლოგმა, რომლებმაც აღმოაჩინეს ესე იგი კოსმიური საათი. ესე იგი როდის რა უნდა აკეთოს ადამიანმა, როდის არის კარგი დასვენება, როდის არის კარგი მოქმედება, როდის არის ყველაზე ენერგიული ადამიანი, როდის არის ყველაზე გონება, ყველაზე მომართული და ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ჩვენ კოსმოსთან კავშირში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ამ ეს კოსმოსი და ეს სამყარო ღმერთმა შექმნა და ესე იგი გაუაზრებლად არაფერი არ არის შენაქმნელი და ჩვენ უბრალოდ უნდა მივხვდეთ ამას. მაგრამ როგორ მივხვდები, თუ მე ნერვიულობ მომავალზე, თუ მე დარდობ წარსულზე და ამას განვიცდი. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ამას ყველაფერს დემონებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ დემონიც იწყობს ხელს. შენ თუ ცეცხლს დაანთებ არასწორს, ასე ვთქვათ, ხო? დემონი მოვა და ნავთს მიგისხამს იმაზე და შენ თუ არ გააძლიერე, შენ თუ არ დააღწიე ამას თავი, ნიშნავს რომ მუდმივ პრობლემებში გაატარებ თავს და ესე იგი დრო ჩაგითრევს და დრო კი არ ჩაგითრევს. ილია ჭავჭავაძე როგორც ამბობს, როგორც დიდოელი ლეკი თელავსო თავის ნაბადსო საგულდაგულ ისე გაგთელავსო ეს ქვეყანაო. გნებავთ დრო. წერენ თქვენ ახსენეთ და ეს ნამდვილად ასეა, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რა არის ბოროტება, ხო, თავისთავად. ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რა არის ცოდვა და ცოდვების შესახებაც ვიცით თითოეული შინაარსი და რას რა ქმედება მოყვება და ასე შემდეგ. მაგრამ არის შემთხვევები და ალბათ ხშირად, როდესაც ადამიანი ვთქვათ ამ ცოდვებს ვერ ძლევს და პირიქით შეიძლება სიტყვებად მოიჩვენოს მას რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა ეს დრო შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაიწელოს და სწორედ თქვენ რაც ახსენეთ, ანუ მომავალი, ან მომდევნო დღე შეიძლება ადამიანს არც დაუდგეს, ასე ვთქვათ და არის თუ არა დრო ამ ქვეყნიური დამხმარე იმის, რომ ჩვენ მარადისობაში, მარადიულობაში გადავინაცვლოთ. რა თქმა უნდა, ეს ესეა აუცილებლად. თუ ადამიანი რაღაცა ცოდვას ჩაიდენს, პირველი რაც მოხდება, ის არაადეკვატურად იცხოვრებს. მაგალითად, როცა უნდა დაისვენოს, არ დაისვენებს, როცა უნდა იშრომოს, არ იშრომებს, როცა უნდა იაზროვნოს, არ იაზროვნებს, როცა უნდა განმარტოვდეს და ილოცოს, როდესაც ყველაფერი მზადაა შენი შინაგანის კოსმოსია მზად და შენი შინაგანის სამყარო ლოცვისათვის. ამ დროს შეიძლება არ ილოცოს ადამიანმა და ესე იგი თითქოს ადამიანი ვერ პოულობს.
რა იმ დინარეში როდის შევიდეს, რომ იმ დინარის ენერგია გამოიყენოს და თავისი საღვთო მიმართულებით წავიდეს და საბოლოო ჯამში მაინც ღმერთი ქმნის ამ ენერგიებს და უბრალოდ ადამიანი უნდა შევიდეს იქ, აი როგორც ძველი სტილის ხომალდები ზღვაზე აფრებით დადიოდნენ, როცა ზურგის ქარი იყო, აფრას ამართავდნენ და ესე იგი საერთოდ უენერგიოდ მიდიოდა ეს ეკიპაჟი. თუ ზურგის ქარი არ იყო, წვალობდნენ და ნიჩბებით მიყავდათ ამხელა გემი. და ადამიანთა ცხოვრებაც ამას ემსგავსება. თუ ცოდვებში ვართ, ზურგის ქარს არ ვიყენებთ და გვადგება ძალიან დიდი ძალა და როგორც თქვით, შეიძლება დროზე ადრეც კი მოკვდეს ადამიანი. შეიძლება მან შეამციროს თავისი ცხოვრების დღეები. აი ნებისმიერი ცოდვა რო ავიღოთ, ნებისმიერი ცოდვა იწვევს ადამიანის წყობიდან გამოყვანას. ანუ რაღაცა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ადამიანის ცხოვრების დღეებიც კი შეიძლება შემოკლდეს. სხვა საკითხია, რომ თქვათ აი ამ ცოდვებს გვასწავლის დემონური სამყარო, მაგრამ ხო ყველაფერს ეშმაკებს ვერ დააბრალებ. შენ თვითონ, როგორც იონე კიბის აღწერილი ამბობს, ერთგან ადამიანი არ უნდა გახდეს თავისთვის ეშმაკი. ანუ თვითონ არ უნდა მიაყენოს თავის თავს ზიანი და თუ შენ არ მიაყენებ ზიანს და დროს გამოიცნობ, როდის რა უნდა აკეთო, არის ჟამი მარხვისა, არის ჟამი მოღვაწეობისა, არის ჟამი შრომისა, თუ შრომის დროა და ილოცე და თუ ლოცვის დროა და იშრომე, საერთოდ აგერევა ყველაფერი და ზურგის ქარი არ გექნება და არ გექნება ეს თავისუფლება, არ გექნება სიხარული, არ გექნება სიყვარული. აი პავლე მოციქული რას ამბობს? ნაყოფი სულისა, ესე იგი სულიერად თუ იცხოვრებ, სულიწმინდასთან ერთად თუ იცხოვრებ, აი ზურგის ქარს რო ვახსენე თუ გამოიცნობ, როდის რა უნდა აკეთო, ნაყოფი სულისა ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მყუდროება. ესე იგი რაღაცა სხვა რაღაცა ხდება მერე შენს ცხოვრებაში და მოდის ყველაზე დიდი ემოცია, როდესაც სწორად ცხოვრობ. როდესაც დრო გამოცნობილი გაქვს, როდის რა აკეთო, რომ შენს გულში არის სიხარული, შენს გულში არის მშვიდობა. აი სამურაების კანონს კითხულობდი ერთხელ და ყველაზე მეტად რამ გამაკვირა, ვიცით? იქ არის ესეთი ნათქვამი, მე მაშინ ამაზე საერთოდ არ მქონდა ნაფიქრი. იქ ასეთი რამე წერია, ყველაზე ძლიერი მეომარი არის მეომარი, რომელსაც გულში აქვს მშვიდობა. და ეს გამიკვირდა, როგორ ბრძოლის ველზე გასული კაცი არ ნერვიულობს. აი იმას ისე ყავს გაწვრთნილი ძლიერ მეომარს თავისი თავი, რომ ის არ ნერვიულობს და გულში აქვს მშვიდობა. ზოგადად, როდესაც სწორად ცხოვრობს ადამიანი, გულში აქვს მშვიდობა, გულში აქვს სიხარული, სიყვარული და სწორად, როდესაც ცხოვრობ, ძალიან ადვილია ცხოვრება, იმიტომ რომ ზურგის ქარით მიდიხარ და ეს ზურგის ქარი კი არ არის, ეს სულიწმინდაა, ეს ღმერთია. ამას გრძნობ, ამას ხედავ. კონკრეტულად ჩვენს წინაპარზე აღმოჩენილი აქვს და ჩვენ ეს კულტურაში გვაქვს და ჩვენი კულტურა ცნობიერება დამყარებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიც არის სიხარული, სიყვარული, მშვიდობა. ჩვენ თუ არა გვაქვს ქართველებს სიხარული, სიყვარული, ჩვენ წყობიდან გამოვდივართ. მაგრამ თუ სიხარული და სიყვარული გვაქვს, აი მაშინ ვანათებთ რო იტყვი. მამა ლუკა, აი ჩვენი გადაცემის ანონსშიც ვახსენეთ, რომ 14 სექტემბერი არის დიდი ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღე და გვახსოვს ხომ ყველას მისი გენიალური სიტყვები და მარადისობის კანონი. აი რა შეიძლება ვთქვა თანადგომასთან დაკავშირებით, მის სიტყვებს თუ დავესესხებით, აი იმისათვის რომ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე, უნდა ვეცადოთ რომ უყდავყოთ ერთმანეთის სული და ამით დავეხმარებით და გადავარჩენთ და უყდავყოთ ერთმანეთის სულს. რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დახმარება იგივე ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, როგორი უნდა იყოს ეს თანადგომა და რას შველის საბოლოო ჯამში რა შედეგამდე მივყავართ ოჯახის წევრის, მეგობრის, ახლობლის, მეზობლის გვერდით დგომას. დუმბაძე არის გენიალური და ქართველი მწერალი და სიყვარულზე დაფუძნებულია მისი მთელი შემოქმედება და მე რასაც უყურებ, აი ერთგან მე ბავშვობაში ეს არ მესმოდა, მაგრამ მე როდესაც მორწმუნე გავხდი გავიგე, რომ ბრმა გოგონა მზე დაინახა და
ჩვენ რაც არ უნდა ბრმა ვიყოთ, რაც არ უნდა დაბრმავებული ვიყოთ ცოდვებით თუ ამ ქვეყნიური ხიბლით და გატაცებებით, ჩვენ მზე უნდა დავინახოთ. თუ ჩვენ მზე დავინახეთ, ახლა ამ ქვეყანაზე ისია რომ თავარი მნათობი არის ჩვენთვის მზე. თუ მზე არ ამოვიდა, პრობლემა აქვს მცენარეებს, ადამიანებს, ფსიქოლოგიას, მატერიალურს, ყველაფერს. მაგრამ თუ მზე ამოვიდა, ამოდის სიხარული. აი ჩვენში მზე უნდა ამოვიდეს. პეტრე მოციქულიც ამბობს, რომ მთიები, როდესაც ამოვაო შენს გულში, შენ სხვანაირი გახდებიო მე. ანუ ღმერთი როდესაც იქნება შენში, შენი გონება როცა ღმერთს დაინახავს, შენი გულში როდესაც ღმერთი დამკვიდრდება, შენ საერთოდ სხვანაირი ხდები და რა უნდა გააკეთო? არ ვიცი, აი სიხარული როდესაც გაქვს ემოცია, შენ ვინმე გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე კეთილად, კარგად, როგორ უნდა გაახარო სხვა, როცა შენში არის ეს სიხარული და სხვა შორის ქართული სიტყვა სიხარული ბერძნული სიტყვისგან ხარასგან მოდის, რომელიც ნიშნავს საღვთო საჩუქარს. ესე იგი, ღმერთი შემეხო მე, ღმერთმა მომცა მე სიხარული მადლი და მე რაღაცა ემოცია დამემართა და ეს ემოციაა სიხარული. ქართველის გაგებით ეს არის უღრმესი სიტყვა. ანუ სიხარულს ღმერთის გარეშე ვერ განიცდი. ღმერთის აი ცოდვის ჩადენით კმაყოფილებას განიცდი. სიკეთის კეთებით კიდე სიხარულს. ღმერთთან შეხებით სიხარულს. ლოცვის ბოლო სიხარულია და როდესაც გიხარია, უკვე ყველაფერი იცი, როგორ უნდა დაუდგე ადამიანს გვერდით, ვის უნდა დაუდგე, როგორ უნდა იმოქმედო, სად არ უნდა დაუცვა შეცდომა. სხვათ შორის აი მარადიულობას შევეხეთ და როდესაც გიხარია, უკვე მარადიულში ხარ. აი მაგალითად, უკვე მარადისობაში ხარ. აი მაგალითად, როდესაც გიხარია, არ დარდობ წარსულზე, არ ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე, არამედ აი უბრალოდ როგორც სანთელი ცეცხლს აფრქვევს, ასე აფრქვევს შენს. და აი რაღაცა ლაღი ხარ და ლაღი კარგი გაგებით ხარ, რომ საღვთო მადლია შენში და ეს არის ის სიმშვიდე სწორედ რომელიც ადამიანს ეუბნება. ვინც უნდა იყო. თუ გვინდა დავაკვირდეთ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, აი როგი შენს გულს როცა უხარია, აი დააკვირდი როგორი ხარ, აი ესეთი უნდა იყო. როცა გიხარია, როცა სიყვარულში ხარ და ამ სიტყვების საუკეთესო მნიშვნელობას გულისხმობ, როცა სიხარულში ხარ და სიყვარულში ხარ და მშვიდობა გაქვს, აი როგორიც ხარ, აი ისე უნდა იცხოვრო. მაგრამ მაგალითად სიხარული გაგიჩერდება თუ გაგახსენდა წარსული, მაგალითად ძიმე რაღაცა შემთხვევა, ან თუ დარდობ რომ რამე შველება ხვალ და დამთავრდება უკვე. შენი სიხარული მთავრდება, მშვიდობაც თავდება და რა იწყება, ყველამ ვიცით, ჯოჯოხეთი იწყება. თუმცა მომავალზე ფიქრი ცუდი ალბათ არ არის გამომდინარე იქედან, რომ დავფიქრდეთ თუნდაც იმაზე დღეს, როდესაც მე ვიძინებ უფალთან ასე ვთქვათ, პირისპირ, როდესაც დავრჩები, მასთან გულღია ვიყო, გულწრფელი ვიყო. რომ უნდა ვიფიქროთ და რომ უნდა ვიაზროვნოთ, ეს ბუნებრივია. უფალი უბრალოდ ამბობს, ნუ ზრუნავთო. ესე იგი, მე თუ მინდა რომ მოვაწესრიგო ჩემი 30 დღის შემდგომი დღე, ეს არ გამომივა და იმაზე კი არ უნდა ვიზრუნო. იმაზე ვიფიქროთ, იმაზე ვიაზროვნოთ, იმაზე დავგეგმოთ, კი, მაგრამ არ ვიზრუნოთ. უნდა იზრუნოთ დღევანდელ დღეზე, რომ დღეს აი ახლა აქედან რომ ჩავალ ან კიბეზე რომ ავალ, ფეხი არ გადამიბრუნდეს, იქ სწორად გავაკეთო, სწორად მოვიქცე, მოვალეობა შევასრულო. აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თუ ჩვენი ყურადღება გადავიდა სხვა რამეზე, ჩვენ აუცილებლად დღევანდელ დღეს დავკარგავთ. აი ეს მაგალითი მიყვარს. მძღოლმა თუ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა, ну მაგალითად დაიწყო გაზეთის კითხვა, თან მანქანა მიყავს, თან გაზეთს კითხულობს, ну რა მოუვა მას. შეცდომას დაუშვებს აუცილებლად, ან დიდს ან პატარას და აი იგივე ხდება. ყურადღება ჩვენი არ უნდა გადავიდეს სხვაგან. თორედ ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ. აი მანქანას რო უჯდება მძღოლი, მან იცის სად მიდის. ეხლა მე რო დავჯდები და წავალ სახლში მაგალითად, ხო მე ვიცი იქ როგორ უნდა მოვხვდე. და აი ასევე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრებაც, განა არ უნდა ვიცოდეთ საით მიდის ჩვენი ცხოვრება, განა არ უნდა ვიცოდეთ რა უნდა ვაკეთოთ ხვალ, რო დღეს რო ერთ ნაბიჯს გამთხვალ, მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ზეგ მესამე. ეგ უნდა იყოს გამართული, არც ერთი შეცდომა.
არც ერთი შეცდომა, მაგრამ ძირითადი ყურადღება დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ მე დღეს თუ არ დავთესე, ვთქვათ, თუ გაზაფხულია, შემოდგომაზე ნაყოფს ვერ მივიდე. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათით შესრულდა და დრო ახლა რომ ერთად აღვამნოთ უფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ერთსულოვნების დილა კვლავ პირდაპირ ეთერშია, შემოგვიერთდა სტუმარი. გეტყვით, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი რიგით 99 სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნა ტრადიციულად 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს ყველასათვის საყვარელი სპექტაკლით მევხედავ მზეს გაიხსნა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა საბავშვო თეატრის მკვლევარი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე ანანო მირიანაშვილი. დილამშვიდობის ანანო. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, 99 სეზონი გაიხსნა და რა თქმა უნდა ვისაუბროთ თუ როგორ ჩაიარა რა თქმა უნდა სეზონის გახსნა, რა არის სიახლეები, რა არის ცვლილება, როგორი არის ახალი სპექტაკლებისთვის მზადება და მოკლედ ყველაფრის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ამ სეზონს როგორც ყოველთვის ასევე დიდი შემართებით შეხვდა ჩვენი თეატრი, ენერგიულად მზად ვართ რომ მოვიმსახუროთ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც და ბებია-ბაბუებსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 14 სექტემბერს იხსნება ხოლმე ყოველთვის ჩვენთან სეზონი, რადგან ეს არის ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღე და სიმბოლურად ამ დღეს ხსნით ხოლმე სეზონს. საღამოს გაიმართა მევხედავ მზეს სპექტაკლი, რომელიც მართლა არ ჩამოდის სცენიდან უკვე მრავალი წელია და უკვე შეიცვალა კიდევაც მთავარი პერსონაჟები შეიცვალნენ, რადგან რაღაცა ერთი წყვილი უკვე ისეთ ასაკში შევიდა, რომ უკვე საჭირო გახდა მათი შეცვლა ახალგაზრდა მსახიობებით და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ეს სპექტაკლი. თუმცა ასევე დღისით მაგალითად ამ დღეს გაიმართა სამი გოჭი სპექტაკლი, რომელიც სულ პატარებისთვის არის განკუთვნილი და ჩვენი თეატრი სულ ასეთ რეჟიმში მუშაობს, აი როგორც კი იხსნება სეზონი, მაშინვე არის სპექტაკლები როგორც პატარებისთვის, ასევე ყმაწვილებისთვის 18 წლიდან და კიდევ უფროსი ასაკის მაყურებლისთვის, ასე რომ ჩვენთან ნებისმიერი გემოვნების და ასაკის და ინტერესის მქონე მაყურებელი პოულობს თავისთვის საინტერესოს. აი ბოლო წლებში რატომღაც ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ თითქმის სრულიად რეპერტუარში აქვთ ხოლმე სხვადასხვა თეატრს უცხოური პიესები ძირითადად. აი ამ მიმართულებით როგორია თქვენს თეატრში რეპერტუარი და მდგომარეობა, ქართული ლიტერატურა რამდენად ხშირია ნოდარ დუმბაძის გენიალური ნაწარმოებები ბუნებრივია. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ჩვენს რეპერტუარში თითქმის ყოველთვის არის, ამჟამადაც მაგალითად არის მებები ელიკო და ილარიონი, მევხედავ მზეს, ჰელადოსი. იცით, ჩვენთან იმდენად მრავალფეროვანი რეპერტუარია მოთხოვნიდან გამომდინარეც, რომ რა თქმა უნდა არის უცხოური პიესებიც,
ზღაპრები, კლასიკური დრამატურგია, თუნდაც მაგალითად შექსპირის პიესები და ასევე წელს ესეთი სეზონი გამოგვივიდა, რომ დიდი აქცენტი არის გაკეთებული ქართულ ლიტერატურაზე, როგორც დრამატურგიაზე, ასევე პროზაულ ნაწარმოებებზე, რომლის გასცენურებაც ხდება. როგორც ვიცით, სულაკაური, ეკატერინა გაბაშვილი, სულხან საბა, ეს არის სამომავლო გეგმები, ცისფერი ირემი, სულხან საბას სიბრძნეს იცრუისა და მაგდანას ლურჯა, რომ ამ სპექტაკლების პრემიერა შედგება სადღაც ნოემბრის თვეში, დეკემბრამდე. ბევრი ახალგაზრდა რეჟისორიც არის ჩართული ამ საქმეში. კი, წელს ახალგაზრდა რეჟისორები აქტიურად არიან დაკავებულები ჩვენთან, რაც ძალიან გვახარებს, რადგან რა თქმა უნდა გამოცდილდა ესეთ სტაჟიან რეჟისორებთან ერთად აუცილებელია, რომ თეატრში იყოს სულ ახალი სისხლი, ახალი ხედვა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოდის ახალგაზრდა რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად. ასევე ჩვენ სეზონი დავხურეთ წინა სეზონი პრემიერით, რომელიც გაიმართა ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. ეს არის დიმიტრი ღვთისაშვილის სპექტაკლი ლამბალო და ყაშა, ეს არის მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის ინსცენირება. და აი სწორედ უკვე 19 რიცხვში გაიმართება ახლა თბილისური პრემიერაც ვეპატიჟებით რა თქმა უნდა მაყურებელს. მე ვფიქრობ რომ ეს სპექტაკლი საინტერესოა როგორც ყმაწვილებისთვის, ალბათ სადღაც მე-7 მე-8 კლასიდან ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც. ვფიქრობ არ იქნება მხოლოდ 19-ში, ხომ ესეც აუცილებლად უნდა არა, იქნება მომდევნო დღეებშიც და საერთოდ იქნება ჩვენი რეპერტუარის შემადგენელი სპექტაკლი. და შეგიძლიათ იხილოთ. რაც შეეხება გასული ღონისძიებებს, გასტროლებს, როგორი არის თქვა თქვენი გეგმა თუ რომელ რეგიონებში და სად მიემგზავრებით, არის თუ არა კიდევ თქვა ფესტივალებში ჩართვის საშუალება და როგორი არის გეგმა, ასე ვთქვა, თქვენი წლევანდელი წელი უკვე საკმაოდ დატვირთული იყო ამ მხრივ, იმიტომ რომ იყო როგორც ადგილობრივი გასტროლები და იქნება კიდევ წლის განმავლობაში, ასევე თეატრი უკვე იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის ორჯერ ყაზახეთში, მაკედონიაში, საიდანაც თითქმის ყველა ფესტივალიდან, ასე ვთქვათ, ხელსარიელები არ ვბრუნდებით. სხვადასხვა სახის ჯილდოებს და პრემიებს იმსახურებს ჩვენი სპექტაკლი, რაც ძალიან გვიხარია, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ყოველთვის არის მონაწილეობა და აი ეს კულტურა და ჯილდო-გაცვა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა კი. რაც შეეხება დასს, აი როგორ მიმდინარეობს რეპეტიციების პროცესი, თუ არის შემომატება დასში, ესეც საინტერესოა. დასში ყავს ახალი მსახიობი, კი ბატონო, ნოდარ მელაძე შემოგვემატა და კიდევ იგეგმება რამდენიმე ახალგაზრდის დამატება ჩვენს დასში, რაც ყოველთვის ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ახალ ადამიანს შემოაქვს რაღაცა თავისი წილის სიახლე და ეს ყოველთვის ძალიან კარგია. ასევე ბატონ დიმიტრი ღვთისაშვილის ჯგუფი მეოთხე კურსელი მსახიობები არიან ისინი, სრულად არიან ჩვენი დასის წევრები, მთელი ჯგუფი და საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობენ, რადგან ჩვენს თეატრში ძირითადად ახალგაზრდები ასეთი რთული რეჟიმით არიან ხოლმე, მაგრამ უძლებენ. მაყურებელს თავისთავად ახალ სპექტაკლს შესთავაზებთ, მანამდე საკმაოდ დიდი სამუშაო არის გასაწევი ხოლმე, არა მხოლოდ მსახიობების მხრიდან, არამედ იმაზე არის ფიქრი თუ რა სპექტაკლი უნდა დაიდგას, რომელი ნაწარმოები და რომ შემდგომ უკვე დამუშავება ხდება ამ ყველაფრის. საინტერესოა როგორ ხდება შერჩევა, თქვათ, თუ როდის რა სპექტაკლი უნდა წარადგინოთ და რომელი პიესა, რომელი ნაწარმოები. იცით რა არის, ყველა თეატრში ალბათ რაღაც თავისებური სპეციფიკა აქვს რეპერტუარის დაგეგმვას, მაგრამ ჩვენთან ეს კიდევ რაღაცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა მოვიცვათ, ასე ვთქვათ, ყველა ასაკობრივი სეგმენტი, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს და მრავალფეროვანი რეპერტუარი. ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თვითონ ბავშვების მოთხოვნილებები, ინტერესები, ასევე უნდა გავითვალისწინოთ სასკოლო პროგრამაც, რომელიც ხშირად კარნახობს ხოლმე რეპერტუარს. წელს ისე მოხდა, რომ თვითონ რეჟისორებმაც შემოგთავაზეს, ახალგაზრდა რეჟისორებმა შემოგთავაზეს მათთვის საინტერესო
სპექტაკლები, პიესები და ისე მოხდა რომ დაემთხვა ჩვენი ინტერესებიც, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება რომ ჩვენ თავაზობთ ხოლმე გარკვეულ არჩევანს და თვითონ რეჟისორები ირჩევენ ხოლმე ამა თუ იმ პიესას თუ პროზაულ ნაწარმოებს. ამ შემთხვევაში ბევრი რაღაც უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, უნდა დაემთხვეს ჩვენი ინტერესები, საჭიროებები და რაც თავარია თვითონ რეჟისორის ხედვა, რადგან უამისოდ, რა თქმა უნდა, სპექტაკლი ვერ შეიქმნება. ასე რომ რთული პროცესია. თეატრი უახლოვდება საიუბილეო სეზონს, აი როგორც ვუთხარით მაყურებელს, ხომ 99 სეზონი დაიწყო ახლა და ბატონ დიმას უკვე გაჟღერებული აქვს სხვადასხვა გადაცემებში და ჩვენ შეგვიძლია ალბათ რომ ვთქვათ თავისუფლად რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შენობის, რომ განახლებულ შენობაში უკვე შეეძლებათ მაყურებლებს თავისუფლად მისვლა, როდის, როგორ რანაირად უხერხდება და რეაბილიტაციის პროცესში სად იქნება თეატრი ესეც რომ. აი ეს ერთ რთულ პროცესს ვიწყებთ. სავარაუდოდ უკვე მომავალი წლიდან თეატრი სხვადასხვა სივრცეში გადაინაცვლებს. ამას რა თქმა უნდა შევატყობინებთ ჩვენს მაყურებელს. ერთი მხრივ ძალიან გვახარებს ეს ამბავი, რადგან სიახლე ყოველთვის ძალიან კარგია, მეორე მხრივ მზად ვართ აი ამ რთული პროცესისთვის, რადგან თეატრი, ამხელა თეატრი, რა თქმა უნდა, არ გაჩერდება და ბავშვებს აუცილებლად ექნებათ საშუალება, რომ მიხილონ საყვარელი სპექტაკლები სხვადასხვა სცენაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დაიწყება და ასევე მალე დასრულდება და უკვე განახლებულ თეატრში ჯერჯერობით დრო არ ვიცით ხომ ნამდვილად ჯერჯერობით რთულია ალბათ სადღაც 2-3 წელიწადზე იქნება საუბარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს შენობის, ეს ძალიან აუცილებელია უკვე მით უმეტეს საბავშვო თეატრისთვის ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გარემო იყოს არაჩვეულებრივ. თქვენ როგორც საბავშვო თეატრის მკვლევარი ძალიან საინტერესო იქნება თქვენგან მოусმინოთ თუ რა ეტაპები გაიარა საბავშვო თეატრმა და როგორ ცვლილებებს ატყობთ და როგორ შეაფასებთ თქვენს დღევანდელ მაყურებელს ასე ვთქვათ. ძალიან რთული და ისეთი ხანგრძლივი სასაუბრო თემაა, თუმცა როგორც იცით საქართველოში ხა საბავშვო თეატრი თითქმის 100 წლიანი ისტორია აქვს და შესაბამისად ძალიან ბევრი თაობა აღზარდა საბავშვო თეატრმა. მე ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდებში გადამწყვეტი როლიც კი ითამაშა ამა თუ იმ თაობის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ეხლა უკვე 21 საუკუნეში ჩვენ გვიწევს რომ რაღაცნაირად დავეწიოთ თანამედროვე ახალგაზრდობას, ბავშვებს არ ჩამოვრჩეთ მათ ინტერესებს. ეს არ არის ადვილი, ზოგჯერ გამოდის და ზოგჯერ არა, თუმცა აუცილებელია რომ აი ამ პროცესს შევხედოთ რაღაცნაირად გარედან, ვეცადოთ რომ სულ ვიყოთ საქმის კურსში, აი რა აინტერესებთ ბავშვებს, რას კითხულობენ, რა უნდათ, რისი ხილვა სურთ სცენიდან და ჩვენ შევთავაზოთ ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება მათ არ იციან, მაგრამ აღმოჩნდეს მათთვის ძალიან საინტერესო. ეხლა ეს მთავარი ღირებულებები არ დაიკარგოს და სპექტაკლის მეშვეობით მათ გაუგულოთ. ძალიან საინტერესო პროცესია, რომელსაც ჩვენც გავდივართ ჩვენს მაყურებელთან ერთად. ანანო, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ თბილისურ პრემიერასთან დაკავშირებით, როდის რომელ საათზე სად გაიმართება და ასევე ზოგადად რეპერტუარის შესახებაც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, სად შეიძლება რომ მარტივად მოძებნოს დაინტერესებულმა. კი ბატონო, ამბალო და ყაშას პრემიერა გაიმართება 19-20-21 რიცხვში მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე, აღმაშენებლის 99 ნომერში, 7 საათზე გელოდებით ყველას და ჩვენი რეპერტუარის ნახვა შეგიძლიათ ჩვენ საიტზე, ეს არის Mozart.dg და ასევე სოციალურ ქსელებში თითქმის ყველგან შეგხვდებათ, ასე რომ მობრძანდით, ნახეთ ჩვენი რეპერტუარი და გვეწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს. დიდი მადლობა. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ საბავშვო თეატრის მკვლევარი, Mozart მაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე ანანო მირიანაშვილი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 174 სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით აბესალომ და ეთერით გაიხსნა. წარმოდგენას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა, შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი. დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა, დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა. წლების წინ ასე შეაფასა დიდმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა აბესალომ და ეთერის დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 174 სეზონი გასული საუკუნის 30-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერით აბესალომ და ეთერით გაიხსნა. მსახიობებისთვის ყოველი წარმოდგენა განსაკუთრებულია. მსმენელთან შეხვედრა კი ყოველჯერზე საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი. ეთერის პარტია ჩემთვის არის არ ვიცი, ჩემი ცხოვრება ალბათ რაღაცა იმდენად შემისხორცდა ეს პარტია და იმდენად ძალიან ახლოა ჩემთან ეთერის პერსონა, რომ აი ყოველ ჯერზე კიდევ და კიდევ უფრო და უფრო მეტი რაღაცა კიდე ახალს აღმოვაჩენ ხოლმე ამ პერსონაჟში და ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს იყოს ის არა, რომ ხათუნა ჭოხონელიძე მღერის, ეს არის ეთერი, ნამდვილად ეთერიდან ამოხეთქილი ეს მისი ტრაგედია, ეს მისი წუხრი და ყველაფერი რა და ყოველთვის ვცდილობ და განსაკუთრებით ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა გიზო ჟურდანიამ, როდესაც მე მასთან ვიმუშავე პირადად ამ როლზე. ძალიან ემოციურად, ძალიან სიყვარულით და აი ძალიან ისე მოიტანა ჩემში მან ეს პერსონა, რომ აი ძალიან გამიიოლდა ამ პარტიის სიმღერა. თან თამაშიც და თან სიმღერაც და ყოველ ჯერზე ყოველი ჩემი გამოსვლა ეთერის პარტიაში იწყება ბატონი გიზოს სიტყვებით, რომ ვიყავი სულ თავმდაბალი, უბრალო, უმანკო რაც მთავარია. დიდი პატივია ჩემთვის კიდევ ერთხელ ძალიან არაერთხელ მაქვს სეზონი გასული ამ თეატრში და ჩემს საყვარელ თეატრში ჩემი საყვარელი როლით ხოდაშორის 174 სეზონს ხსნის ახლა თეატრი და ძალიან ბედნიერება რომ მომიწია ამჟამად თბილისში საქართველოში ყოფნა და მაქვს ბედნიერება გავხსნა სეზონი ჩემი საყვარელი როლით. აბესალომს ყოველთვის აქვს თავისი რიტუალური რაღაც რიტუალები და თავისებური ღელვაც, ისეთ იმიტომ რომ ერთი მოსმენით და ერთი შეგრძნებით მაუანს გონია რომ ადვილი ოპერაა, ადვილად შესაძლებელი ოპერაა, მაგრამ აბესალომს გააჩნია, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ძველი თაობის წარმოადგენლების ამბობენ, რომ ძალიან სპეციფიკური ოპერაა და ცოტა თავისებური მომზადება უნდა. მურმანის როლი ერთ-ერთი უსაყვარლესი როლია ჩემთვის და სხვადასხვა ძალიან ასაკით პატარა ვიმღერე დებიუტი. და იმის მერე მოყვება და როცა აქ ვარ საქართველოში ვარ სიამოვნებით უდგევარ ჩემ საყვარელ თეატრს გვერდზე. თეატრში მოსულ სტუმრებს საინტერესო სიახლე დახვდათ. ფოტოს გადაღების შემდეგ საჩუქრად ყველას აბესალომ და ეთერის აფიშა გადაეცა. წარმოდგენაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები მონაწილეობდნენ. სპექტაკლმა კვლავ მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ისევ სადღესასწაულოდ გაიხსნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და მისი 174 სეზონი აბესალომ და ეთერით. ეს სპექტაკლი თითქოს და ტრადიციულად ქცეული ყოველი სეზონი ამ თეატრში იხსნება ამ სპექტაკლით და ჩვენ და გასაკვირად ყოველთვის სიახლით და მაყურებლის დიდი მოლოდინით. თითქოს ყოველ ჯერზე ხელახლა იბადება ეს სპექტაკლი. დღევანდელი ოვაციებით და იმ ანშლაგით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა სპექტაკლმა. აბესალომ და ეთერის პირველი წარმოდგენა 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა. ოპერას თავად ზაქარია ფალიაშვილი დირიჟორობდა. მაშინ საოპერო თეატრის, თბილისის კონსერვატორიის, ქართული დრამის და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებმა კომპოზიტორს გვირგვინები და ძვირფასი საჩუქრები გადასცეს. 1937 წლიდან დღემდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ყოველ ახალ სეზონს აბესალომ და ეთერით ხსნის.
დავრუნდით სტუდიაში ჩვენს ტრადიციულ შესანიშნავ გენიალურ ოჯახთან ერთად მამაშვილი მომღერლები გიგა და მარიამ ჯალაღონიები შემოგვიერთდნენ ახალი სიმღერით და მამაშვილის სამომავლო გეგმებით სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს შესანიშნავ სტუმრებთან ერთად. გვიხარია გიგა, მარიამ, თქვენი სტუმრობა დილამ მშვიდობისა მოგესალმებით და რა თქმა უნდა გილოცავთ მამაშვილს ერთად სწავლის დაწყებას და ვიცით რომ სკოლა დაიწყო მარიამმა და პირველ კლასელი მეც დამეწყო სკოლა. ერთად დაგეწყოთ მორიგს. აი ვიდრე სიმღერაზე ვისაუბრებდით, გუშინ წინ დაიწყო სწავლა განახლდა ახალი სეზონი, პირველ კლასელებიც წავიდნენ სკოლაში, ვისაც ასაკი უწევთ უკვე მოუწიათ და აი ამ ემოციებზე რომ გვითხრა პირველ რიგში, ვიდრე სიმღერაზე ვისაუბრებთ. როგორ მოეწონა მარიამ სკოლაში წასვლა, თვითონაც თუ გვეტყვის მე მის ემოციებს თქვა კარგი, მანამდე შევიქრა. არ ველოდი და აი გუშინ საღამოს ცოტა გაცივდასავით რაღაცა მოკლედ და რაღაცა იყო საუბარი, წავიდეთ თუ არ წავიდეთო მეორე დღეს უკვე და რა შქვიაო, უნდა წავიდეო. ნუ იმდენად რაღაცა აქედან გამომდინარე ძალიან მოეწონა. ანუ აქ რო იმღერებთ, აქედანაც აქედან ეგრევე მივდივარ სკოლაში, კი ბატონო, კი ბატონო. მარიამ, შენ გითხარი როგორი იყო პირველი დღე და დარწმუნებული ვარ უკვე ბევრი მეგობარი შეიწინე. ფრესკულიდან გადმოვიდნენ. ძალიან კარგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კი, როდესაც უკვე მეგობრები ერთად მიდიხართ პირველ კლასში. როგორი იყო, როდესაც შეხვდი პირველად დამრიგებელს, როგორი იყო ის, როდესაც უკვე ჩაალაგე წიგნები ჩანთაში და მოემზადე იმისთვის, რომ შეგეღო სკოლის კარი. როგორი ემოციები ქონდა? მოვეკითხოთ შენ და ძალიან კაი. მოგეწონა, ხო? მასწავლებელი, სკოლა, კლასელები ველი ნაცნობები სკოლია, ხო, როგორც ფრესკულიდან მოკლედ ფრესკულიდან გააგზელეს იმავე პირველ კლასში და ნუ რაღაცა ეს დაეხმარა შემდეგ მეგობრებსაც უყვართ სიმღერა? გიგა. ესე იგი იმღერებთ ბევრ სიმღერას. ხშირად ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და აი ამ სტუმრობაში წეგანაც როცა შემოხვედით ჩვენ სტუდიაში აღვნიშნე რომ სტუმრობაში შემოგვეზარდა მარიამ, რომ ფიზიკურადაც, ასაკითაც მუსიკალური გემოვნების კუთხით თუ შეიცვალა აი ამ ზრდასთან ერთად მარიამის დამოკიდებულება სიმღერაში ბუნებრივია კიდევ უფრო მეტად კარგად გამოაჩენდა ხო საკუთარ ხმას და შესაძლებლობებს. კი, ნუ ზრდასთან ერთად შეიცვალა ის, რომ თუ ოდნავ უფრო პატარა ასაკში მჭირდებოდა რაღაც აი სიტუაციას ვეძებდი რომ რაღაცა მისულიყავით და რეპეტიციები იმასთან ეხლა თვითონ აქტიურობს და რაღაცა თვითონ მეუბნება ხოლმე ამას რომ ხო არ ვიმღეროთ და რა ხო ან ტონალობის შერჩევა თავიდან შესვლა სიმღერის დაწყებისას ალბათ ჭირდა ხო უფრო პატარა ასაკში დღეს ეს რა ჭიროება აღარ იქნება ხო ალბათ გაიზარდა გუშინ ცოტა ვერ იყო საღამოს ხმაზე რომ შევატყვი და აი დღეს აი გმირულად მოვიდა და პირდაპირ ეთერში უნდა იმღეროს მოკლედ. სკოლაში ცოტა გაიქცეს აქედან. ძალიან დიდი მადლობა მარიამს რომ ყოველთვის მზად არის ჩვენ გვესტუმროს და დაატყბოს ჩვენი მაყურებელი. ალბათ ძალიან სასიხარულოა და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მამიკოსთან ერთად მღერის სიმღერებს, ხო? გიყვარს ხო მამიკოსთან ერთად სიმღერა? აი რო გაიზრდება მე მარტო სიმღერებს დარწმუნებული ვარ და ძალიან ნიჭიერი და წარმატებული მომღერალი იქნება. რაც შეეხება იმ სიმღერას, რომელიც დღეს უნდა შევისრულოთ, გიგა და შეუსრულოთ ჩვენს მაყურებელს და მოასმენინოთ. რა ქვია, ვინ არის მისი ტექსტის ავტორი? ბუნებრივია მუსიკა რომ თქვენი იქნება და სახლური და ოჯახური როგორც წავიწოდებ. კი ბატონო. ნუ ტექსტის და მუსიკა ჩვენია მოკლედ. ერთ-ერთი სიმღერა, ნუ სახლური რეპერტუარი და მოკლედ რაც შეეხება საომალო გეგმებს, როგორია ვთქვათ, თქვენი გაწერილი გრაფიკი და გეგმები როგორც თქვენი ტრიოსი, ასევე თქვენი მამაშვილის. ხო, მამაშვილის, ნუ გვაქვს რაღაცა იდეები, მოკლედ მონახაზები, სიმღერების, რომელიც გვინდა ავაჟღეროთ და ნელ-ნელა გაგაცნობთ ჩვენს სფენას და ჩვენს ტელემაყურებელს. სკოლის დაწყების დღეს სკოლაში თუ შეასრულეთ აი ესეც საინტერესოა. სხვათა შორის ფრესკულში როცა მივიდა, მაშინ ვიმღერეთ პირველი სიმღერა, როგორც ეს მამაშვილის დუეტი, მაშინ წავსდექით სკოლის წინაშე და ნუ უკვე ერთ-ერთი საწყისი ნაბიჯები, ხომ ალბათ თქვენი დუეტის. კი ბატონო. და მინდა აღვნიშნო, რომ სადაც მარიამი სწავლობს, ეს არის წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა BGS. იქვე, ნუ არის იდეა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. ვაკეთებთ მოკლედ ბავშვების გუნდს, სკოლის გუნდს და ძალიან კარგი სერია მარიამი. და ეხლა უკვე მიდის მზადე ბავშვების შერჩევა, მოსმენები და ასე შემდეგ. გიგა, სახელი გითხარი სიმღერის და დიდი სიამოვნებით. სიყვარული ამგვარი, ესე ქვია. სიყვარული ამგვარი. კი ბატონო. სიამოვნებით მოგისმენთ და ავტორებს ჩვენს მაყურებელს შესანიშნავ სიმღერას.
ჩასული ზღაპარს გამოპარული მე ვარ შენი დღეები ათასფერი ფერები მზე ვარ შენთან მოზული სიყვარული ამგვარი აბა მითხრა გსადარი სიმღერებში ბადება ახტენილი ზღაპარი სიყვარული ამგვარი აბა მითხრა გსადარი სიმღერებში ბადება ახტენილი ზღაპარი ანათებს ჩემში ცაზე როგორც მზე და მეც სიმცაზე ცნობით დავხატავ შენს მზერაშია ჩემი სიმშვიდე სულ თქვით დავხატე ღამის სიჩუმე ყველა სიჩუმე ჩემთან გეძახის იქ ვინავდები სადაც მიყურებ როცა ჩემთან ხარ ქარით ჩუმდება სულ თქვაც კიცაში ნაზადილება სიყვარული ამგვარი აბა მითხრა გსადარი ბრავო სიყვარული ამგვარი საკუთარი სიმღერით შენი ჭიკჭიკი გიგა და მარიამ ამოიყვანს მზეს დარწმუნებული ვარ გიგა და მარიამ ჯალაღონიები იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმრები წარმატებები მინდა გისურვოთ გიგა შემოქმედებითად რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას სკოლაში ჩვენს პირველ კლასელ მარიამს დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი მადლობა რომ ხშირად ახერხებთ იყოთ ჩვენი სტუდიის სტუმრები მოგვიდეთ და დააკვოთ ჩვენი მაყურებელი გაიხარით კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს გიგა და მარიამ ჯალაღონიები იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერძე მუშაობთ თქვენთვის მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ წარმატებული და ნაყოფიერი დღე მინდა გისურვოთ და ბედნიერი დილა გაგთენებოდეთ ყოველ ჯერზე ნახვამდის ყველამდე